სტანდარტულად გადახურვის შემთხვევაში ნაქსოვი ასე გამოიყურება. თუ გინდა რომ შენი ნაქსოვი ქარხნულს გავდეს და კიდე ასე ლამაზად იყოს დასრულებული, მაშინ ვიდეოს ბოლომდე უყურე. დაგჭირდება ასეთი პლასმასის ნემსი, რომელიც იყიდება საქსოვი ძაფების ნებისმიერ მაღაზიაში და რა თქმა უნდა, შენი ნაქსოვი. ძაფი უნდა გადავჭრათ სასურველ სიგრძეზე. ძაფის სიგრძე სამჯერ უნდა აღემატებოდეს ნაქსოვის სიგანეს. ავაცვათ ძაფი ნემსზე და დავიწყოთ თვლების გადახურვა. სამი ძირითადი პრინციპი უნდა დაიმახსოვრო. პირველი, წაღმართლებს ვაწყვილებთ ერთად და უკუღმართლებსაც ვაწყვილებთ ერთად. მეორე, ძაფის მიმართულება ზუსტად იგივენაირი უნდა იყოს, როგორიც უკვე მოქსავილი თვალის შემთხვევაში. დააკვირდი, წაღმართვალი, ძაფი თავდაპირველად ამოდის ქვევიდან ზედა მიმართულებით და შემდეგ ჩადის ზევიდან ქვედა მიმართულებით. რაც შეეხება უკუღმართვალს, ამ შემთხვევაში პირიქით არის. ჯერ ძაფი ქვევიდან ზედა მიმართულებით გადის და შემდეგ ზევიდან ქვედა მიმართულებით. და მესამე პრინციპი, თითოეულ თვალში ნემსი ორჯერ უნდა გაატარო. პირველი თვალი უნდა დაუკავშიროთ როგორც პირველ წაღმართვალს, ასევე მეორე უკუღმართვალს. ამიტომ ჯერ წაღმართვალის მხარეს კიდეზე ძაფის მიმართულება იქნება ზევიდან ქვევით, როგორც წინა თვალში არის და მეორე წაღმართვალში ქვევიდან ზევით. ახლა იგივე თვალი უნდა დაუკავშიროთ უკუღმართვალს. ამ შემთხვევაში გვერდიდან თუ შევხედავთ ძაფს, მეორე მხარეს კიდეზე ძაფის მიმართულება არის ზევიდან ქვევით და ეს თვალი უკვე შეგვიძლია ჩხირიდან მოვხსნათ, რადგან უკვე მასში ორჯერ გავატარეთ ძაფი. ეხლა დავაკვირდეთ უკუღმართვალს. უკუღმართვალის შემთხვევაში არის ქვევიდან ზევით, ამიტომ ჩხირს ნემსის მიმართულებაც იქნება ქვევიდან ზევით. ვაგრძელებთ სტანდარტულად, ვაკავშირებთ შემდეგ წაღმართლებს, ვასწორებთ პირველ ძაფს. ძაფი მოჭიმული უნდა იყოს იმდაგვარად, რომ ნაქსოვი ძალიან არ დაიჭიმოს და ზომიერად ნაქსოვის სიგანის შესაბამისად იყოს დაჭიმული. წაღმართვალი უნდა დავაკავშიროთ წაღმართვალთან, ისევ იგივე პრინციპით, ზევიდან ქვევით და ქვევიდან